გოგა ჯიჯიჯი წერტილი ქო წარმოგიდგენთ რვაფეხა უზარმაზარი მინდორი იყო უცნაური გარემო სახლიც უცნაური იყო სულ მარტო ვიყავი სახლს არც პანჯარა ჰქონდა და არც კარი კედლებზე ლურსმნები იყო ცდილობდი არ შევხებოდი რაღაცის მეშინოდა გაქცევა და დამალვა მინდოდა მაგრამ კედლები ადამიანებად გადაიქცნენ და გარეთ არ გამიშვეს უცებ პანჯარა დავინახე ხომ ხედავ ამბობდი პანჯარა არ იყო მაგრამ გამოჩნდა ყველაფერი დაგესიზმრა არა სიზმარი არ ყოფილა ვიწექი თვალები გახელილი მქონდა შენ კი არ მოდიოდი ამაზე ნუ არ ფიქრობ მოიცადე სწორედ მაშინ გადავრჩი პანჯარა გაიღო უცებ განათდა მაგრამ ქუჩაში ბნელოდა მერე ზღვა გამოჩნდა მე ზღვისკენ გავიქეცი კაცები დამედევდნენ სანაპიროზე გავრბოდი ტალღების ხმა მესმოდა ყველგან წყალი იყო ხმას ვერ ვიღებდი ვერც უყვიროდი პირი რომ გამეღო დავიხრჩობოდი ახლა აქ ვარ ყველაფერი დამთავრდა დაივიწყე არ შემიძლია დედა სიზმარი თვალწინ მიდგას როგორ დავივიწყო მე და მამა დაგეხმარებით საყვარელო ახლა სულ ერთად ვიქნებით გამარჯობა მე ეტორე ფერეტი ვარ რა გნებავთ მიმაჩნია რომ ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია რატომ დამირეკეთ დეტალები უნდა დავაზუსტო აქ ვიდგეთ კომისარი კორადო კატანი 38 წლის სიცილიაში კოლეგის მკვლელობის გამოსაძიებლად გაგზავნეს. კომისარის საშიში ბოროტმოქმედის, ჩირინას საქმით ინტერესდება და აპატიმრებს. იწყებს გამოძიებას და დანაშაულებრივ ორგანიზაციასაც აღმოაჩენს. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მასალების სასამართლოს უნდა გადასცეს, ჩვენებას ცვლის. თანაც ამას საჯაროდ აკეთებს. ტელევიზიის საშუალებით აღიარებს. რომ უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი დაარღვია. კატანი ამ ქმედებას იმით ამართლებს, რომ ბოროტმოქმედებმა სხვა გზა არ დაუტოვეს. მისი ქალიშვილი გაიტაცეს და გააუპატიურეს. მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით, დიახ, ასეა, გააუპატიურეს. კატანი აღიარა, რომ ის შანტაჟის მსხვერპლი გახდა და იძულებული იყო პოლიციის მალულად ემოქმედა. ვერ წარმოიდგენთ ეს გადაწყვეტილება. მათი თანამზრახველობა რად დამიჯდა. ამას ვერ აგიხსნით. დიახ, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, ტალახის ჩამორეცხვა რთულია. კატანიმ მოსამართლე ბორდონაროსგან აღძრულ საქმეზე ფაქტების გამოძიების ორდერი მიიღო. მალე მას თანამდებობიდან ათავისუფლებენ. სამინისტრო კი გამოძიებას იწყებს. დღეს ის შვეიცარიაში ცხოვრობს, ჟენევაში, გაყრილ მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. ამჟამად მისი ქალიშვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახსენებლად დამირეკეთ? რამდენიმე წუთს თუ დამითმობთ, ყველაფერს აგიხსნით. სებასტიან განიტოს ხომ იცნობთ? საიდუმლო სამსახურის უფროსია. თქვენი პროტეჟე და მეგობარი. ახლაც მეგობრობთ? ვერ ხვდები რა გინდათ. მიხვდებით. ეს პროფესორი ლაუდეოა. გეცნობათ? დიახ, სიცილიაში შევხვდი. ვიცნობ. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი უცნაური ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ორგანიზაციას იტალი ჰქვია და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ამის თაობაზე რა იცით? ორგანიზაციის წევრობას მთავაზობდნენ. ფიქრობ, რომ სებასტიან განიტო ამ ორგანიზაციის წევრია. ისევე როგორც ბევრი პოლიტიკოსი. გაზეთების რედაქტორი. გავლენიანი ჩინოვნიკი. ბიზნესმენი, ბანკირი. მიცებულებები გააქვთ? არა. რომ კონდეს თქვენ არ შეგხვდებოდით.
Vede, io tiro soltanto le conclusioni di... ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენები გავაანალიზე და შემდეგ დასკვნამდე მივედე. როცა საქმე გახმაურებულ სკანდალებს, მაღალ თანამდებობებზე დანიშნას, წილების განაწილებას თუ იარაღით ვაჭრობას ეხება, რატომღაც გავლენიანი პოლიტიკოსების, ამ ბანკირების გვერდით, ყოველთვის კანიტოს, ლაუდეოს და მისი ორგანიზაციის სახელი ფიგურირებს. შესაძლოა ეს საქველმოქმედო ფონდს ეხება. რა გითხრათ? ჩემი აზრით, უსინდისო საქმოსნები და მატყუარები არიან. კერკეტი კაკლები. ხალხი სულ არ ადარდებთ. არ აინტერესებთ. უნდა გაირკვეს კერძო ინტერესები ამოძრავებთ თუ ნაციონალური და საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკური მიზნები. მათი გეგმები ეკონომიკას უკავშირდება. თუ საზოგადოების საწინააღმდეგო ფარული ორგანიზაციის შექმნა სურთ. ჯერაც არ გითქვამთ. პირადად ჩემგან რა გნებავთ. შევეცდები გამოძიება დროულად და სრულდეს და თანამდებობაზე აღგადგინონ. საინტერესოა ასეთი პატივირით დავიმსახურე. გადანე, ამ თამაშში ფსონები მაღალია. თუ მართალი ვარ, საქმე სახელმწიფოს გადარჩენას ეხება. ვითანამშრომლოთ. ფარულად ვიმოქმედოთ. რატომ მაინც და მაინც მე? რატომ? იმიტომ რომ პატიოსანი, მიზანდასახულე და გონიერი ადამიანი ხართ. და კიდევ იმიტომ, რომ კანიტოს მეგობარი იყავით. წესით მას სინდისი უნდა აწუხებდეს, მაგრამ არ აწუხებს. თქვენ კი მასთან ანგარიში გაქვთ გასასწორებელი. გასაგებია. მაგრამ თქვენ კანიტოსთან რა გაკავშირებთ? მისი მარჯვენა ხელი ვარ. ახლა მივხვდი. ეს შიდა დაპირისპირებაა. კონკურენცია. ძალაუფლებისთვის ბრძოლა. სვლად ასე არ არის. არ მაინტერესებს. შვილს უნდა მივხედო. ახლა მხოლოდ პაულას ბედი მაღელვებს. მესმის. იმედი გამიცრუეთ. უარს ნამდვილად არ ველოდებოდე. სამწუხაროა. იქნებ დაფიქრდეთ. არა, იმედი ნუ გექნებათ. თუმცა შურისძიება მამოძრავებს და პასუხს აუცილებლად ვაგებინებ. ნახვამდის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია პარიზში წავიდეთ, მერე ინგლისში. რამდენიმე დღე ჩემს ბიძაშვილებს ვესტუმროთ. იქ საოცარი ზღვა. გახსოვს პაოლა, რა ლამაზი სანაპიროა. ზღვის ტალღები ნაპირზე უამრავ კიბორჩხალას გამორიყავს ხოლმე. ვიცი, მახსოვს. თუ არ გინდა, ნუ წავალთ. ისე მოვიქცევით როგორ ჩენიტყვე. სახლში როდის წამიყვანთ? ჩვენ აქ ვართ, პაოლა. დედა შენთანაა. მე ჟენევაში ვარ. კლინიკიდან გაწერას ვგულისხმობ. ჩემი ნება რომ იყოს, პაოლა, ხვალვე წაგიყვანე. ეს დღე ჩემთვის უბედნიერესი იქნება. ვიცი, ეს თქვენზე არ არის დამოკიდებული. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. იმ კაცს რა უნდა და შეხვედრას დაჟინებით რომ ითხოვდა. დაბრუნება შემომთავაზა. მერე. მოთხარი გაგონებაც არ მინდა მეთქე. გიცებულებები საკმარისზე მეტია. სწორგზას ვადგავართ. ეხ, ნუ ღელავთ, მეც ასე ვფიქრობ. ოფისიდან რომ გამოხვალთ დამირეკეთ. ესკორტს ვერ გამოვიძახებ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ.
ჩემი კოლეგები შურით გასკდებიან. ყველა მიცის რა საქმეს ეძიებთ. უნდა დარწმუნდნენ რომ დაცული ხართ. მადლობთ კომისარო. ნახვამდის. ნახვამდის. კატანის ქალიშვილის ოთახში ჩაკეტვა ვინგი ბრძანა. მოსამართლე ბორდონარო არ მესმის რაზე მელაპარაკებით. გოგონა ბნელ ოთახში გამოკეტა. საბრალოს გარეთ არ უშვებდი და არ იცოდი ვის ბრძანებას ასრულებდი. გოგონია სასამართლო დაგიჯერებს? მაროკო. ვიცით რომ გადაგიხადეს. რატომ არ გესმის აღიარება და გეხმარება? სასჯელს შეგიმსუბუქებს. არ მესმის ჩემ გარაგინდად. ბატონო მოსამართლე 4 საათია ერთსა და იმავეს ვიმეორებ. სამი კაცი მოვიდა, მითხრეს ბოსელი გჭირდებაო. ბოსელიც არიელი იყო. დიდი ხანია საქონელი აღარ მყავს. გოგონა თვალით არ მინახავს, თქვენ კი სახელების დასახელებას მთხოვთ. რომ გენახათ, მივხვდებოდით რომ არ ხუმრობდნენ. უარს ვერ ვეტყოდე. აიძულეს ბატონო მოსამართლე. ესე იგი არ იცნობთ და არც გინახავთ. თუ ასეა შენთან რატომ მოვიდნენ მაროკო? როგორ გგონია? გოგონა ისე გაიტაცეს რომ არ იცოდნენ სად უნდა დაეყვანათ. დედა შენმა და შენმა ცოლმა მაღაზია იყიდეს. ფულისად იშოვეს. ხმა მოიღე მაროკო შენთვისაც იაჯობებს. თქვენსაც არ იშლით ბატონო მოსამართლეო. რამდენჯერ უნდა მკითხოთ? არ დაიღალეთ? აღარ შემიძლია ძალიან მეძინება. არა მაროკო დუმს. ყველა მეთოდს მივმართე რა აღარ ვიღონე, მაგრამ უშედეგოდ. ეთყობა კარგად დაამუშავეს. დაშინებულია. არ მგონია აღიაროს. მოკლედ იმედი დაუკარგე. კატანის ჩვენების გარდა არაფერი გვაქვს. ვინ დაუჯერებს? მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. რეზულტატი რომ მივიღოთ ხმაური უნდა ავტეხოთ, პანიკა დავთესოთ. ხმა გავავრცელოთ რომ ვითომ მაროკომ ყველაფერი აღიარა. ეს სახიფათო თამაშია. 24 საათში თავიდან მოიშორებენ. ცალკე საკანში მოვათავსებ და დაცვას მივუჩენ. კომისარმა კატანი მერთხელ გენიალური რამ თქვა. პოლიციელები მეთევზეებს ვგავართ. რისკავთ. რადგან არასდროს ვიცით ზღვიდან ამოღებულ ბადეს რა მოხვებაო. ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით? ბანკის რევიზიას ისევ განვაახლებდი. ფინანსურ მდგომარეობას შევამოწმებდი. სატელეფონო საუბრებს მოვუსმენდი. რავანუზოს და ადვოკატ ტერაზინის საუბრებს გულისხმობ. მოკლედ, მეტმტკიცებულებას მოვიძიებდი. უფრო კონკრეტულს. მაგას წლები დასჭირდება, ამასობაში მტკიცებულებებსაც ისევე გააქრობენ როგორც მოწმეებს. დრო კი არ იცდის. თქვენი ყავა ბატონო მოსამართლე. გმადლობთ სენიორა. ტკბილი გნებავთ? დიახ, გმადლობთ. ბავშვი უნდა გაასეირნო? ო, შევპირდი. ცოტა ხნით გავიყვან. მამა, ნავით არ გამასეირნებ? ხომ შევპირდი? მახსოვს საყვარელო, მაგრამ არ შემიძლია. შემდეგ კვირას, კარგი? მამიკოს დღეს არსალია. მაბადიეთ, თქვენს ქმარს შაბათსაც არ ვასვენებ. უკვე შევეჩვიეთ ბატონო მოსამართლე, ნახვამდის. ნახვამდის სენიორა. ნახვამდის. ნახვამდის მამა. ნახვამდის შვილო. ვიდრე არ დაბრუნდებიან ვერ მოისვენებთ არა? დიახ. მას შემდეგ რაც კატანის ქალიშვილი გაიტაცეს, სიმშვიდე დაუკარგე. დაუნდობლები არიან. მაგრამ უკან ვერ დავიხევთ. უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა გავჩერდეთ. ბატონო მოსამართლე, რამე გითხარით? გამოძიება კომისრის ქალიშვილის გატაცებასთან დაკავშირებით გრძელდება. შედეგები იმედის მომცემია. ფიქრობთ რომ მაროკო დანაშაულს აღიარებს? ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ გოგონა მასთან იმყოფებოდა. ეს უკვე დადასტურდა. უფრო კონკრეტულად. უკაცრავად, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე დეტალებს ვერ გავახმაურებ. დამნაშავეების აყვანის ოპერაცია გაგრძელდება. ეჭვმიტანილის ჩვენებებს დავეყრდნობით. იმის თქმა გინდათ რომ მაროკომ აღიარა. ბატონებო, მეც ვერაფერს გეტყვით. ზედმეტი შეკითხვები გამოძიების ინტერესს დააზარალებს. კიდევ ერთი კითხვა ბატონო მოსამართლე. კომისარ კატანის გამოიძახებთ? გთხოვთ მოთმინება გამოიჩინეთ, მეც ვერაფერს გეტყვით. ნახვამდის. მაროკომ გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. ამას მე რატომ მეუბნებით? ფიქრობ რომ დაგაინტერესებთ. მცდარ გზასად გახართ ბატონო მოსამართლეო. მცდარს და სახიფათოს. რა ხდება ტერაზინი? მე მუქრებით? რას ბრძანებთ? მაგას როგორ ვიკადრებ?
მე კანონმორჩილი ადამიანი გახლავართ. თანაც სრულიად მშვიდად ვარ. თავის დაცვამ მშვენივრად შემიძლია. პაულა კატანის გადაცებასთან დაკავშირებით რას გეტყვით? სამწუხაროდ ვერაფერს. კომისარი კატანის აზრით, ყალბის საბანკო ანგარიშების მეშვეობით ნარკობიზნესს აფინანსებთ. ვიცი, ვითომ ბანკში ყალბი ანგარიში მქონდა. თქვენი ნებართვით ავდგები, ბატონო მოსამართლეო. მაგრამ მოგვიანებით კომისარმა კატანიმ ეს თავადვე უარყო. იმიტომ უარყო, რომ ქალიშვილის გამტაცებლები ემუქრებოდნენ. ძალიან ცუდი. გამოდის, რომ კომისარი არსებულ რისკს ვერ აფასებს და მამობრივი გრძნობები უფრო აღელვებს, ვიდრე სამსახურეობრივი. თანამდებობის პირს ეს არ ეპატიება. არა მოსამართლეო. კომისარს იმ გოგომ ტიტიპეჩი შალო ემაურია თავგზამ. თუ ასეა, კომისარი კატანი ბრალს რატომ გდებთ? მარტივი ასახსნელია. აგიხსნით კომისარო. როცა სარკეში ჩაიხედავს, საკუთარ თავზე გული რომ არ აერიოს. დამნაშავეს თუ ვერ იპოვის, თავს ვერასდროს აპატიებს. საკუთარი ქალიშვილი რომ ვერ დაიცვა. დამიჯერეთ. უბრალოდ სინდისი აწუხებს. რას ამბობთ ადვოკატო? სინდისი იმ საბრალო გოგონას მამას კი არა, გამტაცებლებს უნდა აწუხებდეთ. მართალი ბრძანდებით, ბატონო მოსამართლეო. დამნაშავე მაბადიეთ რომ შეგაწუხეთ გრაფინია. დაბრძანდით. დიდ დროს არ წაგართმევთ. მინდა ერთი რამ დავაზუსტო. გისმენთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? საქმე მერკატის ქუჩაზე თქვენ მიერ აშენებულ კომპლექსში მდებარე ნომერ 14 მაღაზიას ეხება. დიახ, ის ჩემმა კომპანიამ ააშენა. ძალიან კარგი. როგორც მოგეხსენებათ, ის მაღაზია კომისარი კატანის ქალიშვილის გადაცების საქმეში ბრალდებულის მეუღლე. ლუჩია დე მაროკომ შეიძინა. ინფორმაციას გაყიდვების დეპარტამენტში გადავამოწმებ. კონკრეტულად რა გაინტერესებთ? ფინანსური პირობები, რომლის საფუძველზეც მაღაზია შეიძინეს. ამ კითხვაზე ახლავე გიპასუხებთ. თანხის 2/3 ბანკით. 1/3 კი მყიდველის ხელმოწერილი ჩეკით გადაიხადეს. ჩემი ბუღალტერი დოკუმენტაციას მოამზადებს. დანარჩენს კი შესაბამის ბანკში გადაამოწმებთ. ფიქრობ რავანოზოს ბანკს გულისხმობთ. შესაძლებელია. ბატონო რავანოზო, კომისარმა კატანიმ თქვენი ბანკის ფინანსური მდგომარეობა შეამოწმა. მის გამო უამრავი კლიენტი დაუკარგა. შესაბამისად კომისარი კატანი თქვენი მტერი გახდა. მტერი? რას ბრძანებთ? დრად არასდროს მიმაჩნდა. მაგან რა უნდა დამაკლოს, არარაობაა. საინტერესოა რას გულისხმობთ. ეგ ჩემი საქმეა. პირდაპირ მითხარით, ჩემგან რა გინდათ? ნუ ღელავთ, დამშვიდდით. რამდენიმე შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ. ნოჩქარობთ, დრო გვაქვს. არც დრო მაქვს და არც აკოფნის სურვილი. თქვენ გამომნიშნულოვანი შეხვედრა გადავდე. თქვენ ვალდებული ხართ ჩემს შეკითხვებს უპასუხოთ. მომისმინეთ, ბატონო მოსამართლეო. იტალიაში თქვენზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არსებობენ. ვიცი. მაგრამ უნდა მიპასუხოთ. ანგარიშები ღიღილო და ჟასმინი მართლა თქვენ და ადვოკატ ტერაზინის გეკუთვნოდათ? ბატონო მოსამართლეო, ჩემს კლიენტზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენთ. ეს მიუღებელია. უკაცრავად. უმჯობესია თქვენმა კლიენტმა აღიაროს ეს ანგარიშები ვის ეკუთვნოდა. არ მახსოვს. დავიჯერო ორი მნიშვნელოვანი კლიენტის სახელი და გავიწყდათ. ამ ანგარიშებზე უთვალავი თანხაა ჩარიცხული. კლიენტების პირადი საქმეები არ მაინტერესებს. ესე იგი არც ის გაინტერესებს თქვენს ბანკში ყალბი გადარიცხვის წყალობით მაროკოს ოჯახმა მაღაზია როგორ იყიდა. უკაცრავად რას გულისხმობთ? იმას, რომ თქვენი ბანკი ყალბი გადარიცხვებით არის დაინტერესებული. მაროკო არა მხოლოდ იმ სახლის მფლობელია, რომელშიც პაულა კატანის მალავდნენ, არამედ მნიშვნელოვანი მოწმეც. ამიხსენით, ბატონო მოსამართლე, კონკრეტულად რა თქვა იმ ვიღაც სენიორ მაროკომ? საკმაოდ ბევრი რამ. ვიღაც ნაძირავა იქნება, ხომ ასეა, ბატონო ადვოკატო? ერთი რამ ფაქტია. ჩვენ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და კომისარ კატანის ბრალდებებს შორის უტყუარი კავშირი არსებობს. კატანიმ სატელევიზიო გამოსვლაში ყველაფერი უარყო. ახლა კი ყველაფერი დაადასტურა. იმ ადამიანის გჯერათ, რომლის ქალიშვილიც მოიტაცეს და გააუპატიურეს. საიდან იცით, რომ გოგონაზე ძალა იხმარეს? ხმები დადის. ეს არავინ იცოდა, არც თქვენ უნდა გცოდნოდათ. რას გულისხმობთ?
გადაცებას ვინ ხელმძღვანელობდა? არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ. ბრძანება ვინ გასცა დაასახელეთ? არ ვიცი. გოგონა გააუპატიურეს. ეს იცოდით. გადაცების ორგანიზატორის ვინაობაც გეცოდინებათ. მიპასუხეთ ვინ იყო? არ ვიცი. ადვოკატი ტერაზინი? არ ვიცი. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ ის თქვი, რაც გავიგე. მეტი არ ვიცი. კარგი თქვენინებაა. მაგრამ გაფრთხილებთ. თქვენს დასაკავებლად საკმარისზე მეტი მტკიცებულება მაქვს. გარწმუნებთ. შემიძლია პაოლა კატანის გადაცებაში მონაწილეობის ბრალდება წაგიყენოთ. უკაცრავად, მაგრამ ბატონი რავანუზოს ბრალის დასამტკიცებლად რა ფაქტები გაგაჩნიათ? ამას დაპატიმრების ორდერიდან შეიტყობთ. ბატონო მოსამართლეო. როცა ხელს მოვაწერო. ბატონო ბორდონარო. ცოტა ხომ არ შეგვესვენა. ყველა დაღლილი ვართ. ხომ არ ჯობია, უფრო მშვიდად ვისაუბროთ. ძალიან გთხოვთ. ბარდოცო, 5 წუთით შევისვენოთ, ყავა მოგვიტანა. ბატონებო, მოდით თავიდან დავიწყოთ. გირჩევთ სიმართლე მითხრათ. პაოლა კატანის გადაცების ამბავს მივუბრუნდეთ. რამდენიმე დეტალის დაზუსტება მინდა. ფიქრობ, ასეთი მიმზიდველი შემოთავაზება დიდი ხანია არ მიგვიღია. ჩემი მეგობარი ფრენკ კარიზი და მისი ამერიკელი პარტნიორები მზად არიან საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი 300 მილიონი დოლარით დააფინანსონ. თუ ხდებით მსგავსი შემოთავაზება რას ნიშნავს? პროექტის დეტალური გეგმა უკვე გადმოგეცით. ახლა მთავარია პროექტი დროულად განვიხილოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. გრანდიოზული პროექტია, მაგრამ დაფინანსება როგორ განხორციელდება? ფული ამერიკის ერთ-ერთი სანდო ბანკის მეშვეობით გადმოირიცხება. მართლაც სახარბიელო შემოთავაზებაა, მაგრამ ამდენი თანხის გადმორიცხვა საკმაოდ რთული იქნება. მით უმეტეს ჩვენს ქალაქში განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ. იმედია ბატონი რავანუზო გაგვიწევს კონსულტაციას. ხო მართლა, რატომ არ მოვიდა? გადაიღალა. გუშინ მოსამართლე ბორდონაროსთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა. ძალიან დაღლილია. შეგვიძლია რავანუზოს ვენდოთ. მნიშვნელოვან პერსონად არასდროს მიმაჩნდა. მისი ბანკი ბინძური ოპერაციებითაა დაკავებული. ეს უკვე ვიცით, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მას არ ეკუთვნის. ის არაფერს ნიშნავს. მთავარი მაინც ადვოკატი ტერაზინია. გეთანხმებით, ტერაზინის როლი გაცილებით დიდია. რავანუზოს აზრით, ის მსხვილ მეწარმეებთანაა დაკავშირებული, რომლებიც თავის მხრივ ტრანსპორტ, სამშენებლო ფირმებს, ღვინის წარმოებას და ნარკოტიკებით ვაჭრობას აკონტროლებენ. რავანუზო მამაზე ნათლად მიგვანიშნა. როცა სამთავრობო ორგანიზაციებთან მის კავშირს შევეხე, რავანუზოს უკან არ დაუხევია. პირიქით, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე სახელიც კი დაასახელა. ალბათ მიხვდით, ვის გულისხმობ. საკმაოდ სახიფათო სიტუაციაა, ბატონო მოსამართლეო. ცეცხლს ვეთამაშებით. სხვა რა დაგვრჩენია? უკან დავიხიოთ? არა, რას ბრძანებთ, მაგრამ ძლიერი ზურგი გვჭირდება. წარმატებას ისედაც მივახცევთ. გისმენთ? მოსამართლე ბორდონარო? ვინ არის? საიდან რეკავს? კარგი, შემაერთეთ. გამარჯობა, ბატონო მოსამართლეო. რით გემსახუროთ? უნდა შევხვდეთ და თანაც სასწრაფოდ, პროფესორო. რასთან დაკავშირებით? კომისარ კატანის საქმესთან დაკავშირებით. გახსოვთ? დიახ. იქნებ უფრო დეტალურად ამიხსნათ. საკმაოდ დელიკატური საკითხია. აჯობებს პირადად შეგხვდეთ. რომში ჩამოსვლას შეძლებთ? დიახ, რა თქმა უნდა. აუცილებლად ჩამოვალ. კარგი. ხუთშაბათს 17 საათზე გელოდებით. ბატონო მოსამართლეო. მაბადიეთ, მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ? არა. ხუთშაბათს 17 საათზე თქვენთან ვიქნები. ნახვამდის. ნახვამდის. გისმენთ? იტალიიდან რეკავენ. შემაერთეთ. კატანი მოსამართლე ბორდონარო ვარ.
ახალი გარემოებები აღმოვაჩინე. რავანუზო დავკითხე. მალე რომში მივემგზავრები კანიტოს შეხვედრაზე შევუთანხმდე. რავანუზომ კანიტოს სახელი დაასახელა? ხო. სენიორ ბორდონარო, ეს შეხვედრა უნდა გააუქმოთ. იქ ჩასვლა არ შეიძლება. რამე მოიფიქრეთ და გააუქმეთ. რატომ? მეც ვერაფერს გეტყვით, ტელეფონით ამაზე საუბარი არ შეიძლება. რომში ჩამოვალ და დაგელაპარაკებით. ოღონდ მანამდე კანიტოს ნუ ნახავთ. ჩემთან შეხვედრამდე არაფერი უთხრათ. მოკლედ, ხუთშაბათს 5 საათზე რომში ვიქნები. ქალაქის შესასვლელთან შევხვდეთ, შევთანხმდით? ძამალი დალია პაოლა. მითხრეს რომ წუხელ კარგად გეძინა. დიახ, ასეა. ეს საზიზღრობა კიდევ დიდხანს უნდა ვსვა? ცოტაც მოითმინე პაოლა. პაოლა. არა უშავს, ნუ ღალავთ. Non deve preoccuparsi. მეც აღარ დავლევ. შენ კი მალე დაბრუნდი. როცა აქ ხარ კარგად მძინავს. არ მიმატოვო. Ma poi non mi ha detto ძალიან გთხოვ, არ მიმატოვო. ორი დღე უცებ გავა პაოლა. აინახავ. პაოლა, დამშვიდდი. არ წახვიდე, მამა. არ დამტოვო, გთხოვ. მალე დავბრუნდები. ხომ იცი როგორ მიყვარ ხარ? დიახ. მადლობთ. ჩემი მდივანი იყო. უცნაურია. ძალიან უცნაური. მოსამართლე ბორდონაროს იცნობთ? პირადად არა. ჯერ დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას. მაგრამ ახლა შემატყობინეს რომ გააუქმა. არ მესმის. თქვენ რას ფიქრობთ? ვიცი მოსამართლე რა საქმესაც იძიებს. ძველი ისტორიაა, რომელშიც კომისარი კატანია გარეული. ო, ბინძური ისტორია. ეს ამბავი სიცილიაში ისე გახმაურდა, რომ დედაქალაქი წააფორია카. უნდა წავიდე. ნუ ღელავთ, პროფესორ. სიცილიაში ჩავალ და ტერაზინის დაველაპარაკები. საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ გამომენახა და თქვენთან ჩამოვსულიყავე. მადლობთ. ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. თქვენ რას ფიქრობთ? ცუდად არის საქმე. მოსამართლე ბორდონარო სადღაც მიემგზავრება. კანიტოსთან შეხვედრა გააუქმა. მაგრამ ბილეთი არ დააბრუნა. ესე იგი ყველაფერი გაცილებით სერიოზულად არის, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. შესაძლოა. ერთი სიტყვით ბორდონარომ რაღაც შეიტყო. მაგრამ გავაჩუმებთ. ამერიკელი მეგობარი? მისტერ კარიზი მალე ჩამოვა. შეთანხმებას უკვე მივახციეთ. რომშიც კარგად მიდის საქმე. ჩვენი ორგანიზაციის დახმარების იმედი გქონდეთ. განსაკუთრებით პროფესორი კანიტოსი. მისი თანადგომა მნიშვნელოვანია. მეც ასე ვფიქრობ. ამიტომ პროვინციელი მოსამართლე მანამდე უნდა მოვიშოროთ, ვიდრე პრობლემებს შეგვიქმნის. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, ბატონებო? რამე განსაკუთრებული ხომ არ გნებავთ, პროფესორო. მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ყავას დავლევ. კარგი, დაგიჯერებთ და ძალიან ფრთხილად ვიქნები. აქ რავანუზოს დაკითხვის ოქმის ასლებია. ორიგინალი? მე მაქვს, რომში წავიღებ. ნახვამდის. გამარჯობა, გამარჯობა. მოგბრძანდით.
Prego, secondo. No. Secondo. წავიდეთ. გამოვიდა მოემზადეთ. ფრთხილად პიეტრო, ფრთხილად. Taxi. მოწევა აკრძალულია. თუ გნებავთ მოწიეთ, არა უშავს სიგარეტის კვამლი არ მაწუხებს. გმადლობთ, თვითმფრინავში ვერ მოვწიე. ხომარინებთ. გმადლობთ, დიდი ხანია მავნეჩვევას თავი დავანება. თანაც სიგარეტი გაძვირდა. რომის შემოსასვლელთან რომ მოვხდეთ, რა დრო დაგჭირდება. შემოვლითი გზით თუ წავალთ 40 წუთში იქ ვიქნებით. 5 საათზე შეხვედრა მაქვს. ჯერ 4-ის ნახევარია. ყავის დალევასაც მოვასწრებთ. მერე რომში წამიყვანთ? Aspettarmi poi per riportarmi a Roma. თუ გვიანი არ იქნება წაგიყვანთ. მუშაობას 8-ზე ვამთავრებ. ჯანდაბა. როგორ ატარებთ? კინაღა მანქანა დავამტვრიე. ინებეთ. გმადლობთ. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. პოლიციის კომისარი ვარ. რა მოხდა? Cosa è successo, tenente? მე მოკლეს. Più avanti. აქედან 4 კილომეტრში. როდის? ნახევარი საათის წინ. ინებეთ კომისარო. შეიძლება გავიარო. დიახ. მაგრამ თუ ქალაქში მოხვედრა გინდათ გაგიჭირდებათ. საცობია. გავივლე. დროს დაკარგავთ კომისარო. არა უშავს. გაატარეთ.
უკვე დადასტურდა პალერმოელი მოსამართლეა. 4-ის ნახევარზე ჩამოფრინდა. რა მეიპოვეთ? არაფერი. მანქანაში ისეთი არაფერია. ერთი რამ მაეჭვებს. ქალაქში მიდიოდა. მაგრამ გზავრობა შემოვლითი გზით აირჩია. საინტერესოა რა მიზეზით. საინტერესოა. თქვენ უნდა შეგხვედროდათ, არა? როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი. არც გამკვირვებია. კიდევ რაღაც მოხდა, რაც უნდა იცოდეთ. ვიცი გულს გადგენთ, მაგრამ დღეს სიცილიაში ალტეროც მოკლეს. ალტერომ და მოსამართლემ საკმაოდ ბევრი რამ გაიგეს. და გზიდან ჩამოიშორეს. რას გულისხმობთ? კატანი ბორდონარო რატომ უნდა შეგხვედროდათ? მიპასუხეთ. ალტერო და ბორდონარო დაუნდობლად დახოცეს. ჩემს დახმარებას კიდევ არ აპირებთ? არა. დაიცით რატომ? მათ ჩემი მეგობრები არ დაინდეს. თუმცა თქვენთვის სულ ერთია. მე ძალაუფლებისთვის ბრძოლა არ მაინტერესებს. მხოლოდ ჩემი გოგონას გადარჩენა მინდა. ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. ბორდონაროს რომ შეხვედროდით, თქვენი გოგონა ხომ მარტო დატოვეთ. ვიცოდი რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ დამაგვიენდა. სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. კატანი შეცდომას უშვებთ. ყველაფერი დამთავრდა. იმედია შევხვდებით. არა მგონია. მალე დამთავრდება? 15 წუთში. ახლა რას აპირებ? რა გადაწყვეტე? აქ დავრჩები. მაგრამ არ ვიცი პაოლას გამოჯამრთელების შემდეგ რა მოხდება. გგონია ყველაფერი დასრულდა. იქნები მედი კიდევ არსებობს. ამაზე არ გიფიქრია. ფიქრობ რომ ოჯახის შენარჩუნებას შევძლებთ? მისი გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. პაოლასთვის ეს ერთადერთი გამოსავალია. მესმის, მაგრამ მისი მოტყუება არ შეიძლება. მაგრამ მას ჩვენ ვჭირდებით. ხელები ჩამჭიდეთ. დავტრიალდეთ. აი ასე. ძალიან მიმხიარულეთ. დედა და მამა დამპირდნენ, რომ ერთად იქნებიან. რადგან ერთმანეთი უყვართ? მეც ძალიან მიყვარს ორივე. მე სკოლაში წავალ. ჯერ არ ვიცი რომელ ქალაქში, რადგან მამას ჯერ არ გადაუწყვეტია სად წავა. ასეთი სამსახური აქვს. ქალაქიდან ქალაქში გადადის. საერთოდ ქალაქის გამოცვლა არ მიყვარს, მაგრამ ამჯერად მიხარია. უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთმანეთი ისევ გვიყვარს. პაოლა კი ფიქრობს, რომ ოჯახი თავიდან შეიძინა. გგონია, რომ დედას და მამას ერთმანეთი ისევ უყვართ. შანტაჟი თავი დაანებენ. მორჩა ყველაფერი დამთავრდა. ამას უნდა შეეგუო ელზა. ეს ერთადერთი გამოსავალია ჩემთვის, შენთვის და პაოლასთვის. ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ ერთად ვეღარ ვიქნებით, გესმის?
ამას უნდა შეეგუო. ჩვენი სიყვარული აღარ არსებობს. არა. პაოლა, არა. არა. პაოლა. ღმერთო. პაოლა. პაოლა. შენ და დედას სიცოცხლეს გიმწარებთ. ერთი სული გაქვს, როდის მიმატოვებ. საერთოდ არ გიყვარვარ. რას ამბობ, პაოლა? დამშვიდი გთხოვ. მე ხელს გიშლით. სულ შენთან ვიქნები, პაოლა, დამიჯერე. წადი. პაოლა, გთხოვ. არა. პაოლა. არა. შენი დანახვაც აღარ მინდა. არა. პაოლა. არა. გამიშვი. პაოლა, ძალიან გთხოვ. თავი დამანებე. დამშვიდდი, პაოლა. გამიშვი. პაოლა, დამშვიდდი. გამიშვი მტკივა. პაოლა. პაოლა. თავი დამანებე. შემეშვი. თავი დამანებე. სულ ერთად ვიქნებით, პაოლა. თავი დამანებე. დამიჯერე, პაოლა. შემეშვი. დამშვიდდი, გთხოვ. სულ ერთად ვიქნებით. მის ნებისმიერ სურვილს შევასრულებთ. ო, მაგრამ უკვე 8 დღეა ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სულ ჯუმად არის. Noi siamo i suoi genitori. დაგველაპარაკება. თავარია დარწმუნდეს, რომ ერთმანეთი გვიყვარს. საუბარი არ გინდა? არც გასეირნება? დედა საინტერესებს, როდის გნახავს. მამასთან ერთად მოვიდეს თუ მარტო? tua madre mi ha detto ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. da sola o დედამ ასე თქვა. განქორწინებას აღარ აპირებენ, პაოლა. გინდა მათი ნახვა. madre. პაოლა, შენ გელაპარაკები. გინდა მათი ნახვა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ.